იმას რომ მე რამდენჯერმე მომიწევს გამეორება დღეს როგორ მინდა როგორ მინდა რომ ხვალ პატრიარქის ეპისტოლეში ქართულ მიწის დაცვასთან დაკავშირებით გამოკვეთილად იყოს გამოკვეთილად ისე რომ ვერავის ვერც სიტყვა და ვერც ხელი ვერ მოუბრუნდეს რომ ქართულ მიწას შეეხოს თუ ეს მოხდა ხო დიდი ბედნიერება თუ ეს არ მოხდა განსაკუთრებული იქნება პასუხისმგებლობა მაშინ იმ 80%-ის რომელიც არც ერთ მხარეს არ არის პოლიტიზებული და ქვეყანა უნდა და ქვეყანა ჩვენი რა არის მამული ენა და სარწმუნოება სხვანაირად ეს ვერ გავაკეთებთ ამას ჩვენი მამული არ არის მარტო ვთქვათ მამული ეს დიდი მცნებაა ძალიან რასაც ილია ჭავჭავაძე დებდა ძალიან სერიოზულია და ამაზე დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ ამიტომ როდესაც დღეს რეალურად ჩვენ ამ ეპისტოლეს მოროდინში ვართ არასდროს ყოველთვის ვიყავი მშვიდად და ვიცოდი რომ ეპისტოლესთან დაკავშირებით მაგრამ დღეს ცოტა აღელვებული ვარ იმიტომ რომ პატრიარქი იმის გამო რომ რეალურად მასთან შეხვედრებიდან შეზღუდულია და ამას ემატება ის რომ ცოტა შეუძლოდაც იყო აი ამის გამო გარემოცვა და იმუშავებს ალბათ ამ ეპისტოლეზე და გარემოცვა კი არ მინდა ვიფიქრო რომ გარემოცვაში დღეს ხელისუფლებას უფრო ესე იგი როგორც იტყვიან ხელისუფლების მიმართ რაღაც ფეხქვეშ გაგებას უფრო გზნობ ბევრისგან და მე ამის მიზეზს ვხედავ იმაში რომ ყველა ფიქრობს იმას რომ პატრიარქის ცვლილება რომ მოხდება ხელისუფლების სიტყვა იქნება მთავარი და ამიტომ ხელისუფლებასთან ვიყოთ კარგად აი ძალიან გული მწყდება ბევრი ვინმეზე ვინც ამ განწყობაშია დღეს რეალურად და ფიქრობს იმაზე რომ ხელისუფლება არ გავანაწყენო არ ვთქვა არაფერი მიწასთან დაკავშირებით მე გაოცებული ვარ რომ დღემდე საპატრიარქოს არ აქვს გაკეთებული სერიოზული განცხადება ქართული მიწების თაობაზე არ აქვს დაცული პატრიარქის ის გამონათქვამი რომელიც მაშინ პატრიარქმა ძალიან გამოკვეთილად თქვა არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაკიდოს ქართული მიწა